მე ვარ ზვიადი 39 წლის. X-Factor-ში იმისთვის მოვედი, რომ საზოგადოებამ გამისცნოს, მინდა რომ უბრალოდ ცნობილი ადამიანი ვიყო. არ მიყვარხარ, არადა. მუსიკა არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. დღე არის თუ ღამე, ყოველთვის ვღიღინებ. გავაწლები გავა, ამარასიზამს, ჩემს ლოდინში როცა დაიღლები. დაწონებული ვარ, გავიმარჯვებ და უბრალოდ წუნს ვერ შეიტანს ჟიური ჩემს შესრულებულ სიმღერაში. გამარჯობა. გამარჯობათ. გაგვეცანით, ვინ ხართ? მე ვარ ზვიადი ხაშურიდან. ვისთან ერთად ხარ მოსული? გულშემატკივარი არ ამყავს, მარტო ვარ მოსული. უბრალოდ ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ საზოგადოება მიცნობს უბრალოდ. კი ბატონო, გისმენთ, იმღერე. რაღაც რუსულია. Высокни фонтаны, лето кончилось нежданно, желтые тюльпаны, ты не даришь, как ни странно, знаешь ты каждый шток. Это прозрачный намек, желтые тюльпаны, желтые тюльпаны, желтые тюльпаны. Помнишь твои руки, помнишь твои губы. Наташа Королева, ты где? Желтые цветы, რატო გააჩერეთ? და ჩვენ ძალიან ვერთობთ. დარბაზს ძალიან მოეწონა. მადლობა. ზვიად, შენ გაქვს X-Factor-ი? მუსიკალური X-Factor-ი. ზვიად, გაგვეცი პასუხი. მე ვთვლი რომ ამხელა გაქვს. ამხელა? რატო? რატო? ეგება ეხლა რა ხდება? X-Factor-ი გაქვს შენ, ბატონო გიორგი? მე მაქვს თან ძალიან ბევრი. მოდი და გავუდი შემგვერდით იმღერე მაშინ თუ გაქვს X-Factor-ი. ხოდა რა შეგვიძლია თუკაცო რაღაცა უცნაური X-Factor-ზე. რატო არ გადიხარ სცენაზე გიორგი? ანუ არა გაქვს X-Factor-ი. მუსიკალური X-Factor-ი არ მაქვს მე. იმიტომ ვზივარ და ზღვარს აქეთ. ფიქრობდი რომ გიორგი გაბუნიას რისხვას ვერ გადაურჩებოდი, ამას ფიქრობდი ყოველთვის რატომღაც. ხედავ რას მიაღწია გიორგი, ყველას აზანზარებ, ესე ეშინია შენი. მინდა გითხრა რომ ჩემ რისხვას ვერ გადაურჩი, რა თქმა უნდა, უკვე. ვიცოდი. ჩვენც ვიცოდით მე. თქვენი მიზანი შესრულებულია, თქვენ დადექით დიდ სცენაზე. თქვენ გაგიცნოთ საზოგადოებამ, არ ვიცი, შეიძლება ჯობდა რომ არ გაეცანით. რატო მიზეზი? იმიტომ რომ ეს არ იყო კარგი ნამღერი. ზვიადი. ისმენთ ბატონო ნიკა. სიმღერა არ არის თქვენი საქმე, თქვენ ხართ ხალისიანი, კარგი ადამიანი და ასე გააგრძელებთ. მოკითხოთ ნატაშა კარალიოვას. მე გიორგი გაბუნიასთან ველოდი ამას. მოულოდნელობა არ იყო მისთვის და ასეთი მტკივნეული არ იყო. მე მაგისგან უბრალოდ არ მოველოდი მაგას, ესეთი კომენტარები დამიწყო. მაგრამ არანაკლებ მეც ბატონო გიორგი არატეკო პატურად მოიქეცით და არასამართლიანად.